საქართველოში ახალი სახის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი ახორციელებს. მათი მიზანია შეიქმნას ისეთი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი, სწრაფი და საიმედო გადახურვა. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ახალ პროექტზე მუშაობა სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის თამას ხმელიძისა და სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორის რევაზ სახვაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. საპროექტო გუნდის ერთ-ერთი წევრი, ჩვენი კურსდამთავრებული სამხედრო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული რევაზ სახვაძე არის პროექტის ერთ-ერთი ავტორი და აი ამ პროექტის იდეაც მისი სადოქტორო ნაშრომიდან მომდინარეობს, რომლის ხელმძღვანელიც იყო კოსმოსური ნაგებობების ინსტიტუტის დირექტორი, ჩვენი გამორჩეული მეცნიერი აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი. პროექტის ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას უნიკალური ტრანსფორმირებადი კონსტრუქცია, რომელიც გამორჩეულია დღეს არსებული ყველა ანალოგებისაგან იმითი, რომ არის გაცილებით უფრო ოპტიმალურად დაგეგმილი საინჟინრო თვალსაზრისით, არის გაცილებით უფრო მაღალ ფუნქციური და მისი დანიშნულების არეალი არის შეიძლება იყოს გაცილებით უფრო ფართო, ვიდრე მის დღევანდელ ანალოგებს გააჩნიათ. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მუშაობა მასალის დახვეწაზე, რომლითაც მომავალში ეს კონსტრუქცია შემუშავდება, იმისათვის რომ მისი გამოყენების ფუნქცია იყოს გაცილებით უფრო ფართე, ვიდრე დღევანდელ ანალოგებს გააჩნიათ. ამ დროსაც მიმდინარეობს კერამიკულ მასალაზე მუშაობა და გამოყენების სფერო მოაზრებულია როგორც მედიცინა, ასევე მშენებლობა, ასევე არქიტექტურა, ასევე რადგანაც ეს ბატონი ელგუჯას ხელდასმით მოხდა მუშაობა ამ სამუშაოზე, კოსმოსურ ანტენებში ამ მეთოდოლოგიის და ამ მექანიზმის დანერგვა და ფართოდ გამოყენება. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ამის გამოყენება სახალხო მეურნეობაში ძალიან მიგნებულად, კარგად შეიძლება. არის ისეთი სიტუაციები სამოქალაქო ცხოვრებაში, თქვა, კონცერტი ტარდება ღიაცის ქვეშ და უცებ ამიდი გაბუშტა და უნდა გადაიხუროს. ხო, შეიძლება ყველაზე მათ მიმაჩნია მე გამოსაყენებლად ვენახების სეტყვისაგან დასაცავად. ახლა ძალიან ხო რიგებში არის განლაგებული ეს ვენახები, იმაზე მიმართულები შეიძლება დაადგინო, ამას გაუგეთო მზის ბატარეები, აკუმულატორი, 12 ვოლტი ძაბვა ყოფნის და ძალიან მოხერხებული არის. ესე დაგიცავს მთელ ტერიტორიებს და მთავარია ფასი არ იყოს დიდი, დაბალფასიანი იყოს. გარდა ამისა, მოსავლელის აღება სადაც ხდება მინდვრებში. თქვა დიდი რაოდენობის მილიონობით ტონა ხორბალს რომ აგროვებენ და ღიაცის ქვეშ და ბორდღეში იწყებს ღვივილს და ცეცხლი უჩნდება. ხო, იმას დახურვა უნდა გადახურვა. აი ესეთი მიმართულები და გარდა კიდე ძალიან ბევრი მიმართულებებია, სადაც შეიძლება სტადიონების გადახურვა ძალიან ახლა ჩვენ მით უმეტეს მომფიქრებული გვაქვს ორი მიმართულებით რომ გაიშალოს ეს ტრანსფორმაცია მოხდეს ჯერ ერთი X ღერძის მიმართულებით და მერე წავიდეს Y ღერძის მიმართულებით. აი ეს საშუალებას იძლევა თან წაიყოლოს წვიმისგან დამცავი აბსკი. აი ესეთი მიმართულებები და ეს ჰაკათონის კონკურსზე ზუსტად ეს კონსტრუქციები ჰქონდა წარდგენილი და იქაც ძალიან ესეთი ცოცხალი ეფექტი გამოიწვია. როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა განმარტეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახურვის ისეთი კონსტრუქციების შექმნაზე, რომლებიც შეითავსებს მრავალფუნქციურობას, იქნება მსუბუქი, რითაც შემცირდება გადახურვის წონა, იქნება ბიუჯეტური და შეამცირებს მასალების ხარჯს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ძალიან დიდი ბაზა მსგავს კონსტრუქციებზე, ტრანსფორმირებად კონსტრუქციებზე მუშაობის. ჩვენიდან არის გასული რამოდენიმე ესეთი მასშტაბური პროექტი და ეს არის ამ თანამედროვე დღევანდელობაში ამ საქმის გაგრძელება უფრო ესეთი გამარტივებული და ამ თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებით. ეს იყო ამისი პირველადი მიზანი. მეორე მიზანი იყო გაგვეუმჯობესებინა უნარი და ტრანსფორმირების უნარი და ტექნიკური პარამეტრები მონაცემები, ესე იგი გავაუმჯობესეთ ამის ტრანსფორმირების უნარი და გავაუმჯობესეთ ჩვენ ამისი მზიდი უნარი, ის უნარი რომ ზიდოს კონსტრუქციამ დატვირთვა. ნებისმიერი სიტუაცია, სადაც არ უნდა იყოს და საჭირო იქნება დროებით გადაიხუროს შენობა მომენტალურად,
ამის საშუალებით ხდება, იმიტომ რომ ძალიან პატარა ძრავის საშუალებით შეიძლება მოხდეს მომენტალურად გაშლა საკმაოდ დიდ ფართობზე და მოხდეს დაცვა როგორც მეტეოროლოგიური პირობებისგან, ასევე სხვა გარშე ფაქტორებისგან, რაც ხელი შემშლელი შეიძლება იყოს. აღსანიშნავია, რომ ახალი სახის გადახურვის მობილური და ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების გამოყენება ფართოდ იქნება შესაძლებელი მშენებლობასა და არქიტექტურაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი კომპლექსები, ჰიდრონაგებობები, მრეწველობასა და ინდუსტრიაში გადასატანი ქარხნები და ფაბრიკები. ამის გამოყენება შესაძლებელია სასათბურე კომპლექსებისთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი სივრცეებისთვის.